მოგესალმებით ვიფასო მაყურებელო ნაზის საბრძოლოზე გადაცემა საჩინოდან. დღეს კვლავ ჩემთან სტუმრად ბრძანდება არაჩვეულებრივი ბატონი ნამდვილად საჩინო ჩვენი ძვირფასი პიროვნება გელა ქოქიაშვილი რომის მე მასზე ძალიან ბევრი გადაცემები მაქვს გავიხსენეთ და მქონდა მოგონებები ძალიან წარმატებული პიროვნებებთან და დღეს ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს შესანიშნავ დიდ მამულიშვილს და დიდ მსახიობს ვასო გოძიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გავიხსენებთ. თქვენის ნებართვით მე დიდ მადლობას ვეტყვი ბატონ გელას, რომ მობრძანდა და გვიამბობს ამ შესანიშნავ პიროვნების და მსახიობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. თქვენის ნებართვით კვლავ მივესალმებით ჩემ ძვირფას სტუმარს და ვთხოვ, რომ გაგვიწიოს. მოგესალმებით, მართლაც წინვალე პიროვნება სასაკვირველია როგორც პიროვნულად, მაგრამ როგორც მსახიობი ალბათ მე ასე ვიტყოდი, რომ ქართულ თეატრში ალბათ ერთ-ერთი მოკაშკაშე ვარსკვლავია. დიახ, გეთანხმებით ბატონო გელი. იმიტომ რომ მან თავისი გასაოცარი ნიჭიერებით, გასაოცარი უნარჩვევებით, გასაოცარი არტისტული მონაცემებით იმდენი წინვალე სახე შექმნა თეატრში, რომ შეიძლება ითქვას, რომ სარეკორდოც კი არის. ასამდე სპექტაკლი აქვს, ესა რა ქვია, სპექტაკლში აქვს მონაწილეობა ბატონ ვასოს, ასამდე სპექტაკლში და ამ სპექტაკლში გამოირჩევა რამოდენიმე სპექტაკლი, რომლის ხილვაც მე მერგოწილად რომ მისი გასაოცარი თამაშით, გასაოცარი უნარჩვევებით, მართლაც მომნუცხავი მსახიობური ნიჭით მან არა მარტო ჩემი, რა ქვია, სულიერი და პირადი, რა ქვია, პატივისცემა და დიდი სიყვარული დაემსახურა, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის მთლიანად ასე შეიძლება. ვინც მის სპექტაკლს ესწრებოდა, მე მახსოვს, რომ საერთოდ ანშლაგი იყო მაგის სპექტაკლებზე. განსაკუთრებით ძველ ვოდებილებზე. ძველ ვოდებილებზე მე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძველი ვოდებილებზე მე ერთხელ კი არა, დაახლოებით 5-ჯერ თუ 6-ჯერ მაქვს ნანახი. ნამყოფი ვარ ერთჯერ. მაგრამ აი იმითთან გამოირჩეოდა ეს მართლაც შესანიშნავი პიროვნება, რომ მას ხელეწიფებოდა არა მარტო ერთი მიმართულების, ერთი ჟანრის, რა ქვია, მსახიობობა, ან არ იყო კომიკოსი, კი არ იყო მარტო კომიკოსი. არამედ იყო, რა ქვია, დრამატული, ესე იგი ტრაგიკოსიც იყო, სხვათა შორის დრამატული და ტრაგიკოსი. იმიტომ რიჩარდ მესამე მაგალითად მაგისი რიჩარდ მესამე არის რაღაც გასაოცარი მოვლენა ქართულ თეატრში და კაცი ადამიანი არის მოვლენათა მოვლენა მე ასე მგონია გეთანხმებით ასეთი ესე იგი წერალთან ასეთი მიახლოება ასეთი მართლაც ესე იგი წერლის ჩანაფიქრის ასეთი გადმოცემა მე საერთოდ არსად არ მინახია. იმის მერე ითამაშო ახლა სხვების თამაშობია რასაკვირველია, მაგრამ ის სხვა მოვლენას ამ ხონდა საქმეში. და ვასო გოძიაშვილი დაიბადა 1905 წელში სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქილში. დავით გოძიაშვილის ოჯახში. ვასო დავითის მე-16 შვილი იყო.
კი, აი და ეს ვიდაიდა რადგანაც ოჯახს უჭირდა მაინც ახლა, იმიტომ რომ წრუშვილიანი ოჯახი იყო. დიახ. სოფელში გაუჭირდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად დავითი და ანჩის ხატის მეზობლად იქირავა ბინა. დიახ. და ეს მთელი თავისი შვილებით სულ აქ იყო და დაიწყო სირაჯობა, ესე იგი ღვინის რა ქვია გამყიდველი იყო, ჩამოქონდა კახეთი და ღვინო. დიახ. და ამით ვაჭრობდა რომ როგორმე ოჯახს ერთინა. ოჯახს უჭირდა ძალიან. ვასო ბავშვობიდანვე ძალიან ცელქი და ძალიან მოუსწონარი იყო. ესე იგი და ისეთი ინტერესიანი რომ არ ვიცი, ესე ყველაფერი აინტერესებდა. რაც კი მის გარშემო მოხდებოდა. და პირველი მისი მსახურება, ესე იგი, იმ გაგებით რომ მას შესანიშნავი ხმა აღმოაჩნდა. თავისებური ტემბრი ჰქონდა. ხო, აი ბარიტონი ჰქონდა, ესე ბარხატისებური ბარიტონი. მაგრამ ბავშვობაში ახლა დისკანტი ჰქონდა, უფრო ხაზი მგონოდა და სხვადასხვაის სიონის ეკლესიაში იყო კოტე ჩარკვიანის მგალობელთა გუნდი. და სხვადასხვაის იმ გუნდში მიიღეს, მგალობელთა გუნდში მიიღეს. და მღეროდა იქ სხვადასხვაის, კი. გალობდა, ხო. ამავე დროს ის მსახურებას, საეკლესიო მსახურებას ეხმარებოდა კირიონ კათალიკოსს. ხო, იმიტომ რომ ახლა რა ქვია ოჯახს უჭირდა, თვითონაც უნდა რაღაცა პატარა ლუყმაყური ქონოდა და ყველაფერს ცდილობდა რომ რაღაცა ის კი არა შიკრიკათაც იყო, შიკრიკათაც აი წერილები და ქონდა, ამანათები და ქონდა ქალაქის ერთი უბნიდან მეორე უბანში. ხო. ერთი პერიოდი მას დიდი ინტერესი გაუჩნდა ციგნის მიმართ. ციგნის მიმართ, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ინტერესიანი იყო თავიდან ბავშვობიდანვე და თავგადასავლები მოსწონდა, თავგადასავლების ისტორიის რა ქვია წიგნები მოსწონდა და ბუკინისტების მუდმივი ის იყო, თავის სტომარი იყო. ბუკინისტები მაღაზიების, და ნუ აი ესეთი მოძრავი 12 წლის ის უკვე ესე იგი მოხეტიალე თეატრის ტკაჩოვის ბალაგანის თეატრი იყო ასეთი მოხეტიალე თეატრი ტკაჩოვის ბალაგანის თეატრში საცირკო ნომრებს ასრულებდა თან მღეროდა ეს სასწაული ესე იგი ბავშვობიდანვე ჰქონდა მას უდიდესი ინტერესი ერთ დღეს მეზობლის ბავშვმა სთხოვა რომ გაყოლოდა მას ოპერის თეატრში და ამ დროს ოპერის თეატრში იდგებოდა ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი. და თეატრში მისვლის დროს ამას თეთრი ტანსაცმელი გადააცეს, კალათა მისცეს, კალათა და შიგ თეთრი ვარდები, ხო და ეს ორი ბავშვი, ეს მისი მეზობელი და ესე იგი ნეფედედოფლის აბესალომის და ეთერის წინ მიუძღვებოდნენ და ამ თეთრ ვარდებს ესე იგი უფენდნენ ნეფედედოფალს. და ალბათ აი იქ უკვე საბოლოოდ ჩაისახა მისი მსახიობის თეატრისადმი ინტერესი. მე ასე მგონია რომ აი მან განსაზღვრა ესე იგი იქ სიტუაციას რო შეხედა თეატრი ნახა, სცენა ნახა, უკვე რაღაც პატარა როლიც შეასრულა რაღაცა. ხო, ამას უყალაფერმა ესე იგი მე ასე მგონია რომ ამან ყველაფერმა იმოქმედა მასზე და ამ დროს ამასობაში მოუწია მას ჯარში წასვლა. იქამდე მან მიიღო ესე იგი სამოქალაქო სასწავლებლებში ჩაირიცხეს და ერთი კლასი განათლება ჰქონდა, მე მიატოვა. იმიტომ რომ სოციალობდა რომ რაღაცა საქმეები ეძახო რომ რაღაცა ერთი გლოში, თითო გლოში ეშოვა პატარა რა ქვია ოჯახისთვის რა შეემატებია რაღაცა. და სხვადასხვა ვინაიდან ერთ კლასს გამოვლილი იყო, იგი გიმნაზიაში ჩარიცხეს. მაგრამ გიმნაზიის ჩარიცხვის შემდეგ გიმნაზიაში წაუსწავლია მას დიდხანს.
იმიტომ რომ ჯარმა მოუწია და ჯარში წაიყვანეს ეს. ქართული ლეგიონი იყო ასეთი, ქართული ლეგიონი იმ პერიოდში უკვე დამოუკიდებელი საქართველოა უკვე საკუთარ წყობილება დამყარდებოდა ჩვენთან საქართველოში, ხო და იქ ლეგიონში ემსახურობდა, მაგრამ იმდანად დიდი იყო ინტერესი მისი თეატრისადმი, რომ ამ დროს ესე 22 წელს 1922 წელს ფაღავას თეატრალური სტუდია გაიხსნა. ამ თეატრალურმა სტუდიამ უამრავი ქართველი მსახიობი აღზარდა და მათ შორის არის ჩვენი ვასო გოძიაშვილი. და სხვადასხვა ერთი რაღაცა ასეთი მომენტია, რომ ამ რა ქვია მისაღებ გამოცდებს ესწრებოდა კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. ალექსანდრე იმედაშვილი, ცნობილი მსახიობი, ოტელოს შესაძლებელი. სხვადასხვა ოტელო ნახა ალექსანდრე იმედაშვილის შესრულებით ამ სხვადასხვა ვასონ და ათლად გადაირია თქვა რომ ესე იგი უკვე თლიანად ესე იგი თეატრს უნდა მივცეთ შემიძლია. აი მოიწამლა სცენის სტორველით მოიწამლა და ერთი ასეთი რაღაცაა, რომ გამოსცადე რომ გავიდა ფაღავა სტუდიაში. ესე იგი წითელი ისეცვაო, რა ქვია, სამხედრო ისეცვაო, სამხედროებიც რა ქვია, გამოცხადდა თურმე და ალექსანდრე იმედაშვილი ნიკო გომელაურს წერს ასეთ წერილს, რომ ჩემო ნიკო ახალი არაფერი არ არის, გარდა ერთი რაღაცისა, რომ ისეთი ახალგაზრდა მოვიდაო ჩვენთანო, სამხედრო გასაცვლელში გამოწყობილიო, რომ უდიდესი მსახიობი იქნება აუცილებლად. აი მაშინ მე უწინასწარ მეტყოლა ალექსანდრე იმედაშვილმა და მართლაც ასე მოხდა. და 2 წელი სტუდიაში იყო, 24 წელში უკვე სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით მან დაიწყო რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა. აქ მოღვაწეობდა 6 წელი 1930 წლამდე. შემდეგ 30 წლის შემდეგ ის გადადის უკვე მარჯანიშვილის თეატრში. და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იქ დარჩა. ამ თეატრს ესე იგი მიუძღვნა თავისი განუმეორებელი როლები, ბრწყინვალე როლები, რომელიც არ ვიცი ჩამოთვლა კაცი ადამიანში მან დადგა მან დადგა როგორც ძველი ვოდებილები კაცი ადამიანში ესე იგი ლუარსაბის სახე გასაოცარი სახე ესე იგი მაკინჯი თვითონ ლუარსაბი იყო თვითონ მაკინჯი პიროვნება იყო თვითონ ილიას ამ გამოყვანილი და ისე ჩასვლა რა ქვია ბოლომდე მის ხასიათს ისე განასახიერა და ისე ამოიღო იქიდან მთელი ეს სულ ყველაფერი და ისე გადმოვიტანა რა ქვია მაყურებლის წინაშე რომ არ ვიცი მე ეხლა ჩვენ გავშვათ ერთი ვიდეო ძველი ვოდებილები ეს მისი სცენარია მი თვითონ არის რეჟისორი ხო მართალია და თავარ როლსაც ასრულებს რაღაც საოცარი მიტასულებს იცით კემოვნებით მოდი დასკრიპტით და დიდი პროფესიონალობით რომელიც არის თარჯიმანის როლი აქვს და მინდა გავუშვათ და რომ ისე კლავ შევახსენოთ ეს არის რა ქვია სასამართლოს ისა ხო? სასამართლოს სცენა ხო და ვთხოვ ჩვენს მას გავუშვათ ეს დიდებული სცენა და ვთხოვთ გავუშვათ familia? Mama Shakespeare. Mami Chemisa? Ara Mami Chemisa. Chemisa. Ate чисто будет Христос. Вероятно, Христофор. Фамилия. Парио. Ara Sakualisa.
Как фамилия? Фамилия будет Хухлов. Так, значит, Пелагея Христофоровна Хухлов. Послушайте, она что? Русская? Она? Какой черт, насади, грузинский кадетка. Сколько ей лет? Вчера забили, а? Значит, а за прошлым годом бы, когда ему брат Михаил Садовский камушки достал бы, значит, тот самый моментом один человек предложили сделать ему. Вы договорились, значит, этот человек был Давид Бутруков. Прошло, значит, 2 месяца, как судья. И, значит, их свадьба был, значит, да, Ушин, значит, через месяц, через год, значит, это мальчик должен был делить. Да. Ну, это такой матрапыт, как судья. Так, понимаешь, через 1 раз, через 2 года, такой, приближение, значит. И 2 раз тоже надо было приближение. И что вышло, как судья? Что вышло? Живот развалился, и мальчик сломался. И еще один концом, умелый его виду сделал. Да, наша судья. Абсолютно ничего не понимаю. Я спрашиваю, сколько ей лет? Ангел, я вообще демурал, да фрира, рамити келиса. Стой! Тройка, да? Какое мучение, Боже мой, какое мучение! Да спросите ее, сколько ей лет. 20, 30 будет? Ну, ему будет, ну, сколько, ну, 39, 40, 41, ну, больше не будет. А вот 70 лет, 49. Это видно, да? Она не родственница, не родственница. Сейчас. Сейчас нам и родственники хвалят. Они сюда идёт, хирурги. Они написали хвалят. Мама говорит, да, именно как судья. Он ему просто сил. Что хорошо? Скажите ей. Устава вкратце расскажет, что она видела и слышала по делу. По делу? Вкратце. Это решено. Это вообще мокрый на дверях скажет. Дети мы тяла переаза, работали. Молида. Grazie ma pure Magaina, grazie ma tale Magaina. Guarda che Kena diri kuala siapa? Lama kan kalau belum pun Tahu, ada. Lama dah. Pasti senang, susah. No me llamas. Ay, sácame. Naki mama sana
ტუმრები იყვნენ და ტუმრები პატივსაცემ აჩვენა და მწმობარი. რადგანი? ასეჩვენე. სოფელში აი ჩააქცი და ნახში ჩავყარე. მე ნახში და პრიჩკა გავყარე. მე ბრაგადი. მე აბუდა. ბრაგუდა. მე აბუდა შეიტანე. ბრაგაიტანე. ნომიკა. Послушайте. Любезная, любезная. Кратко, скажите, что вы знаете по делу. Боже мой! Это лисуда татарская работа! Калагалай! Укилали! Магдана свинью! Иричиня Магдалу! Эй, Севра, сили! Читика, сили! Кукля, сили! Я не могу больше. Холодной водички. Я не могу больше. Я не могу больше. Холодной водички. Я скажу. შემდგომ გავაგზავნოთ. აი ამ ძველ ვოდევილებში მან ესე იგი ორი რა ქვია ვოდევილი დადგა და იქამდე სანამ ვოდევილებს მიიღებდა მონაწილეობას. დიახ. მან ასეთი რაღაცა მოიფიქრა.
რომ სცენის წინ გამოვიდა, ფარდის წინ გამოვიდა და მოყვა მონოლოგი მოხუცი მსახიობის. ხელში ძველებური ლამპა ეკავა, ახსოვს მე, რომელიც ჟუტავდა. და ვასო, ბატონი ვასო მიმოდიოდა ფარდის წინ და თან ყვებოდა თავის კამლი ისტორია. ცხოვრებას ცხოვრებას რომ როგორ გაიარა მისმა ცხოვრებამ, რომ მისი ცხოვრება, მთელი ცხოვრება თეატრთან იყო დაკავშირებული, ამ თეატრთან იყო დაკავშირებული და ბოლოს ისა თქვა, ჩემო სიტყვებს ამბობს ბოლოს გასაოცარ სიტყვებს, რომ ჩემო კედლებო ისე მიყვარხარ, როგორც მიყვარდით მაშინ. და ამის შემდეგ ეს მისი სიტყვებია. ეს მისია. სულ ყველაფერი, აბსოლუტურად სულ ყველაფერი მისია. სცენები სულ ყველაფერი მისია. სცენარი მისია, სიტყვები მისია, ის კი არა, აი, აქვია სასამართლოში რაღაცეები, ესე იგი, შესანიშნავად თამაშობდა მარინა თბილელი. სასაული იყო. ჩიტაკაშვილიც მაგდანა. ჩიტაკაშვილი მაგდანა და წინვალე თამაშობდა. ხო და იქ აი თავისი შეასწორა კიდევაც ესე იგი იქვე სცენაზევე რაღაცა ეგეთ შენ ასე რაღაც მომენტები აი ეგეთ შენ ეგეთ ყველა წინაკაშვილი მაგდანა ესე იგი არის მოწმეთ მოყვანილი ხო ნუ მაგრამ სასწაულია იქა იქ დიალოგი და საუბარი მიდის ნუ არ ვიცი ჩვენი ძეფას მაყურებელი ნახავს მაგას კიდევ კлау ნუ სასწაული და არ ვიცი რა და ეს თარჯიმანია ეს არის თარჯიმანი არშაკაა ეთყობა ძველ სასამართლოს რუსულად მიდიოდა ეს სასამართლოს ეს არშაკა ეთყობა ყავდა თამათ როგორ თარჯიმანი იყო და მოწეული და არშაკა ესე იგი თარჯიმანი როგორი გემოვნება ქონდა ნახეთ ისეთი თემა შეარჩია რომელიც იმ დროს ალბათ იყო ესა ეს რეალობა ეს ხო რეალობა და ეს ამანა ასახა თავისებური შეიტანა თავისი რაღაცები არის კი შტრიხებით რაღაცები იროგეუნებით დიალოგშიც კი რაღაცები შეცვალა თავისივე სიტყვები შეცვალა რაღაცა იმიტომ რომ იქ სცენას ასე ჭირდებოდა იქ რაღაცას ეუნდება ეს რა ქვია ჩესაკაშვილი მაგდანა რო ყובה და ლაკრაკებს და რო დასცინიც კიდევ ხო ეგეთ შენ ერთი დიაზახა მე რაღაცა ხო იცით რა მას რადგანაც იმ პერიოდში ცხოვრობდა ბატონი ვასო სადაც ასეთი დიალოგები იყო რა საგვირელია ეს სიტუაცია ხო და ეს გადმოიტანა რეალობაში და დადგა სპექტაკლის სახით მართალი გითხრათ საოცრება პიროვნება იყო ძალიან კარგი გემოვნების მოდით ასე ვთქვათ პირველში რა თქმა უნდა არაჩვეულებად მღეროდა და ჩვენ მალე გავაჟღერებთ მის პროფესიონალიზმის უმაღლესი რანგი ვთქვათ რომ ქართულ თეატრში ახლა ჩვენ ცოტა ისეთი ბევრი მსახიობი გვინახია მაგრამ ესე იგი გემოვნების რატოს გარდა მაგისა უმაღლესი პროფესიონალური თავის სულთან ერთად ხო ქონდა მაგას კონცერტები იყო ბათუმში მე მაშინ პატარა გოგონა ვიყავი მაგისი პირველი მეუღლე ხო ვიცით ხო კი ბატონ სესილია თაღაიშვილი იყო მეორე მეუღლე იყო ჟენია აგაბეკოვა დიახ პიანისტი რომელიც თვითონ უკეთებდა აკომპანიმენტს და აი ამ ჩემი ვასხოსთან გაცნობის ისტორიას მოგიყვებით და ბაბზანეთ ეს არის 1955 წელი სოფელ საკობოში ჩვენ სოფლის მეზობლად მე ვარ მე-9 კლასში თუ მე-10 კლასში და ამ დროს მე მქონდა ოჯახში მქონდა აკორდეონი და აკორდეონს შესანიშნავად უკრავდი მე დიახ ვიცით მაგ ბავშვი ვარ 16 თუ 16 წლის და ამ საკობოში რომ მივიდა მეგონათ რომ იქნებოდა ინსტრუმენტი და კი იდგა რა ქვია პიანინო მაგრამ საერთოდ არაფერს არ ორგოდა ეს
რა ვქნათ, აიო, ვაქრიში არის ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, რომელიც აკორდეონზე უკრავს შესანიშნავად, ჩემზე იყო საუბარი. დიახ. ერთ დღეს სახში მოგვადგა ხალხი, რამოდენიმე კაცი, მანქანით მოვიდნენ. ხო და მოვიდნენ და თხოვეს რომ თუ შეიძლება აკორდეონით დამობრძანდეთ თქვენ ვასო გოძიაშვილია ჩამოსული და ქვია გასტროლებზე კონცერტს ატარებს და უნდა დაეხმაროთ რაღაც და ახლა მე როგორ ვიტყოდი თუ არ ხო რა თქმა უნდა ხალხი როგორც წავედით თუ არა ეხლა ამ აკორდეონს მე ვიღებ და ვასო ღერის აი რატონელობაში უნდა დაუკრა მე დიახ ის მანიშნებს რომ აი ესე კი და ლალის დილა ხამე გიშერა გაბადრულო არე შიშველა აი ეს საერთოდ ეს მუსიკა სანდრო მირიანაშვილის დიახ ეს რად მიყვარხარში ხო არის რად მიყვარხარ დიახ ეს და მაჩვენებს გასვით რა და მეც ახლა ვცდილობ ახლა რომ ახლა მივბადო ახლა ტონალობა ზუსტად შევარჩიო აკორდების მიხედვით რა ქვია აკორდეონი შეასრულო გაუკეთოთ აკომპანიმენტი მას ხო და ცოტა რაღაცა გამოვიდა და აკომპანიმენტი გავუკეთე მე და სხვადასხვა ძალიან მოეწონა თვითონ და აი მე ვარ 15 წლის თუ რაღაცა ის უკვე საფრთხე კავშირის სახალხო ხო რა თქმა უნდა უდიდესი მსახიობი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა რომ ვაუ ვასო გოძიაშვილმა შემაქო და ასე დავეხმარეთ აქედა მოხდა ჩვენი გაცნობის ისტორია აი რად მიყვარხარ ეს სიმღერა თავის სულთან ასრულებდა მე ასე მახსოვს ჟენიასთან ხო და ძალიან პოპულარული იყო ეს სიმღერა და ეს მისი შესრულების მანერა რაღაც თავისებური მანერა ჰქონდა ამკაც თავისი ხელწერა ჰქონდა ხო არავის არ გავდა არავისგან არაფერი არ გადმოუღია მგონი ასე ვთქვათ აბსოლუტურად მისეული იყო იცით ისტორია რომ რა ქვია საფრთხე კავშირის რა ქვია ეს ესტრადის მსახიობების კონკურსი ჩატარდა მოსკოვში და არკადი რაიკინმა და ამან გაიყვეს ესე იგი ლაურეატობა რა მითხარით ერთ პირველად 39 წელში 1939 წელში მოხდა ეს ამბავი სხვადასხვის და იმდენად საინტერესო იყო ესე იგი და იმდენად საინტერესო იყო ისი ესტრადაზე გამოსვლა და შესრულებული ნომრები მოძებნილი რაღაც თავისებური სახეები თავისი ვარიანტები რომ ესე იგი ლაურეატობა მიცეს ეხლა ჩვენ გაუშვათ რად მიყვარხარ ვიდრე დავიწყებდეთ შემდეგ დავით ვიდრე დეკორაციებს გამოვხსნით ვიდრე მსახიობები გრიმის გაიკეთებდნენ ნეომეცით თქვენთვის დავიკითხო ძველი ჩანგის ცდებიდან ჩიორა რაც ვარდა მუსიკა სანდრო მირიანაშვილი რომ ვიცოდეგანა მეყარე იქნებით რომ ამ სიცოცხლის ღეთი ხარ და ეს ქვეყანა მაგ ხერზე დაწიალებს იქნებით რომ ეს დუნია პატარა ბეჭედია და ბეჭდის დიდი თვალისება რაც მიყვარს მეც ვკითხულობ მაგრამ ასულს ვინ მოგცეთ სადმასიე მაინც ეშხა დავწდები ფესხავისგან ჯანდაბას გამოწები ხელში და რა გამიხარე დამკარი ხომომაბი სუასვას გადამაგდე მეხინამეს მიწაში ჩამიტანე ნაცრასავსმე ქარაშოს გამატანე მაინც კიდე მეყარები მაინც და
სულის დავგავ სულის კლიტერო ხაბოთ გასაგებ რაც მიყვარხარ დები ვიყავ შენ ალასად მაგიე მაგრამ ითხარ ეს დუნიას განზადე გავწევ თავიდან იაუსე უსწრებენ თავიდან რა იქნება შენთვის არ გავაჩინო რა სულს რუბლები ლეიბაზე გაგიშალო და ვასწავლები საბადი დაგურო გინდა მთვარე ბალიშას მოგიტანო და მე ჭრაკად შანდას ჩაგიცვერო შენ რა იცი რა ციფასი ხატებათა ხარ რაც მიყვარხარ იმიტომ რომ უთხასოს იცი რა ციფსეკ ზიფიკავი ის მიყიდო მაგოდონას პირველად მოჭრილა სხვათა ფიშა რომ აქციონ მარგარიტას ოქჩისტობა ერთ ბრილიანტად არაერთი ოქროსაკნას იაფკო ვერ გავადა შენი ერთ ბეცას ვერაი საბათე ვარცნაშინო ჩამოხვება სულის დრედო რაც მიყვარხარ აბეთი სარკეში ჩაიხედე დაინახე გიში ვართვალები ლოხის თავზე დაფენილი სამკბები ჯვარის მამის შოთებს დავისწარბები იქ სტამბოლის მარმარილოს მკერდი დაინახე და უცეცხლოდ დაიწვი ეშხა დაინახე აღდგომის კელექტარო დაიფრუკე ამაღლების ბაზკანო დაიწვა მხედრის ანგელოსო და იმ ქვეყნის ძლიერო მოწმენებავ რაც მიყვარხარ აი ჩემსავით რომ ხამეს იგი დაგაკდება დადღეცა სიყვარულის სიცხეს მოგცემ გაბოდებ იაუსის მთას ხარისა და გადაგიცეს ღრუბლებიდან ჩამოგიყვანს დილდაშენ ეს აგირებს აი მაშინ მიხდებით მაშინ რაც ამკლავს რაც სახმირის მიდუმს რაც ცეცხლის მიგიდია შემიბრალებს და აღარას მკითხავს მოვჩი შენახარ გულის დაბი მოხოლოდ შენახარ შენზე გსი ვილღამენახარ ოცნება ჩემი შენახარ ლარის დილავ გამევ გიშელა გაბადურმა მთვარებო შიშველა შენზე დარდი ობლად დაუდივა რალქნას ჩემი დარდი ხარ რალქნა რაც მიყვარხარ დემურაზი ვიყო თუ ვიცოდე რალქნას ჩემი დარდი ხარ აი მე მინდა ერთი რაღაც მომენტი გავიხსენო აი ქეთოდა კოტეში ამ კოტეში ხომ იცით რა მოხდა აი ფილმში მისი პერსონა არის ძალიან საკო და სიკო დიახ ძალიან მნიშვნელოვანია თითქმის ესეთი ლეიტმოტივად გაძლევს ამ ფილმს რომ ვერც კი წარმომიდგენია რომ არ ყოფილიყო მაგ ორი გენიალური მსახიობი გიორგი შაბგულიძე და ასოგოძიაშვილი რაღაც არ იქნებოდა მე მგონი შევსებული დასრულებული სრული ფილმი ხომ იცით მან რა მოხდა დიახ ვახტანგ ტაბლიაშვილმა ვინც რეჟისორი იყო კათოლიკოსი დიახ და მოიყვანა ესე იგი ოპერის სოლისტები კი და ემღერათ საკო და სიკო სიმღერეს და ოპერას არ მოეწონა იმას რა თქმა უნდა არ მოეწონა იმათ თავისებური შეიტანეს აბა ტაბლიაშვილმა უთხრა ვასოს და იმას აქ ჟორად სამულიძეს რომ
ავერტი თქვენ წაიმგრელოთ ერთ წაიღიგინეთ ერთი დიახ წაიღიგინეთ ხო მათი წაიღინება დარჩა კინოში და არის ერთი შედევრი მართლა შედევრი ნამდვილად შედევრია მაგათი ეს დუეტი თუნდაც იქ მათი დიალოგები ხო აკაბატოჯან აკახარო ვეუბნებიან ხო და ძალიან მოდი თქვათ რაღაც ჩვენ ამ ორ რადგანაც ახლა ბატონ შაბგულიძე შევეხეთ მე არ შემიძლია რომ არ თქვა მასზე ერთი ორი სიტყვა ორი განსხვავებული მსახიობები იყვნენ არ გამდნენ ერთმანეთს ხელწერა მათი სხვადასხვა იყო მაგრამ ორივე აიწყო არაჩვეულებრივი იუმორის თავიანთი იცით რა თავიანთი შექონდათ შტრიხები რეპლიკები და ამათი ძალიან დიდი ოსტატები იყვნენ ეს ორი პიროვნება სატირიზა იუმორის ესე იგი უმაღლესი წერვალი იყო ხო ეს მაგათი გამოსვლა იყო ეს იყო უმაღლესი წერვალი შესრულების უმაღლესი რასაკვირველი რანგი და ამიტომ იყო რომ ესე იგი ოპერის მომღერლებს ვემღერათ ასეთი ხალხი არა იქნებოდა ძალიან როგორ გითხრათ იცი ძალიან აკადემიური და მაგრამ თვითონ იყვნენ კინტოები ხო მოდით ასე ვთქვა და ეხა კინტო მღეროდეს საოპერო ხმით ცოტა ჩემთვის მიუღებელია ხო ეს ძალიან კარგად მე პატრიშორის გავაკეთე გადაცემა 12 წლის უკან ბატონ ტაბლიაშვილზე და მყავდა მისი შვილი და ბატონი მობზანდა ჩემთან ირაკლი ტაბლიაშვილი და ვისაუბრეთ ამ ფილმთან დაკავშირებით ვისაუბრეთ კიდე როგორ შეარჩია მსახიობები და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ამ ორ პიროვნებას როგორც ბატონ ვასოგოძიაშვილს და გიორგი შაბგულიძეს სამწუხარო ის არის რომ თეატრში ძალიან ბევრი როლები აქვს ნათამაშები ვასოგოძიაშვილს და სამწუხარო ის არის რომ კინოში მაინდა-მაინც არ არის საქმე მარტო ესე იგი რაც გინახავს ვეღარ ნახავში და მეტი არ არის არა და მაგისი აქია ნიჭიერება მაგისი უნარჩვევები მაგისი მართლაც შესანიშნავი მართლაც სრულად განსხვავებული თუ საკუთარი ხელწერით შექმნილი სატირიზა იუმორის ბრწყინვალე ნიმუშების მაგრამ რაც შეასრულა რაც გინახავს ვეღარ ნახავ ხო ისიც პატარა როლი აქვს იქ მაგრამ გოგიას რაო რომ მეუბნება თავაც რომ მეუბნება ესეც ძალიან აი სიტყვების სხვადასხვა შეიძლება შეიძლება ნუ ახლა მოდი ჭიაურელი თვითონაც ძალიან ისეთი გემოვნებიანი და ისეთი მაგრამ შეიძლება ამათმაც შეიტანეს რაღაც პატარა ისეთი არ არის გამორიცხული ბატონო გელა სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა და უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გარდაიცვალა 1976 წელს 71 წლის ასაკში დაკრძალულია დიდუბის პანთეონში მოღვაწეთა პანთეონში თქვენი სახელით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და თქვენი სახელით დავემშვიდობები ჩემს ძვირფას მაყურებელს და ჩვენ გავიხსენეთ დიდი მამულიშვილი და ამისათვის თქვენ დიდი მადლობა ბატონო გელა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე კარგად დამდებოდეთ